პლატფორმა სახელწოდებით ბილეთი 100,000-ობით კუბელი მძღოლისთვის ერთადერთი იმედად ან შეიძლება ითქვას კოშმარად იქცა. ისინი ცდილობენ მცირეოდენობით მაინც მიიღონ საწვავი, რომელიც ამერიკის მიერ დაწესებული ემბარგოს შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. კუბის ხელისუფლების დადგენილებით აპლიკაციით, რომლის ჩამოტვირთვაც მობილურ ტელეფონებზეა შესაძლებელი და ვებსაიტიც აქვს, მომხმარებელს ყოველ ჯერზე მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის მიღება შეუძლია. მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ იქმნება ანგარიში. მომხმარებელი ირჩევს სასურველ სერვის ცენტრს, რომელიც როგორც წესი მის მახლობლად მდებარეობს. შემდეგ კი ელოდება თავის რიგს. როგორც იქნა შევედი აპლიკაციაში, ჩემი ნომერი 200-დან 300-მდე იყო. ზუსტად არ მახსოვს. ეს რამდენიმე დღის წინ იყო. დღეს ჩემი რიგია. რიგის ახალი ნომერი ავიღე და აღმოვაჩინე, რომ ჩემ წინ 7,000 ადამიანია. დღეში კი მხოლოდ 50 მომხმარებელს უშვებენ. როდის მომიწევს კიდევ საწვავის ჩასხმა არ ვიცი. ეს წარმოუდგენელია. მძღოლები თვალყურს ადევნებენ აპლიკაციაში რიგს და სოციალური მედიის საშუალებით ურთიერთობენ. მათი თქმით, ბენზინგასამართ სადგურებს დღეში 50-დან 90-მდე მანქანის მომსახურება შეუძლიათ, როდესაც მოთხოვნა 10,000-დან 12,000-მდეა. არავინ აცდენს თავის რიგს, დრო რომ მოუწევთ, ყველაფერი უნდა მიატოვონ, რომ ბენზინგასამართ სადგურზე დროულად მივიდნენ. გუშინ ძალიან ავღელდი, რადგან არ დამირეკეს. ახლობელი გავგზავნე, რომ გაერკვია რა ხდებოდა, მაგრამ აქ არავინ იყო. კიდევ უფრო შევშფოთდი. შემდეგ დაახლოებით დილის 10 საათზე შეტყობინება მივიღე და მოვედი. პლატფორმის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოლოდინის რეჟიმში 90,000-ზე მეტი ადამიანი იყო რეგისტრირებული. განცხადებების ყველაზე დიდი რაოდენობა კი ჰავანაში იყო. საწვავის დეფიციტის პრობლემის გარდა მძღოლებს ანგარიშს სწორება დოლარში უწევთ. როგორც ცნობილია, გასულ კვირას კუბის პესომ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 20 ლიტრით ბერს ვერაფერს გააკეთებ, ამიტომ ვცდილობთ თავი გავიტანოთ. ასეთ სიტუაციაში ვართ დღეს საწვავისა და ბილეთების სისტემის გამო. საწვავზე, რომელიც მცირე რაოდენობითაა, ახლა უფრო მეტი კონტროლია. ბოლო 5 წლის განმავლობაში კუბაში ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა, რაც დიდწილად ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკის მიერ აწლეულების განმავლობაში დაწესებული სანქციებით იყო გამოწვეული. უფასურდება ეროვნული ვალუტაც, რის შედეგადაც კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დოლარზე.